უნდა მოგიყვეთ ცხოველების დროებით თავშესაფარზე, იგივე ძაღლების სასტუმროებზე, გამომდინარე იქიდან, რომ დინამიკაში წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება შინაური ცხოველების აყვანის მაჩვენებელი, შესაბამისად ბიზნესი ამას მიწოდებით პასუხობს და ქმნიან სივრცეებს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ თქვენი პარტნიორი ცხოველები, კომპანიანი ცხოველები მიიყვანოთ, განათავსოთ და დარწმუნებულები იყოთ, რომ ისინი მიიღებენ სერვისების სრულ სპექტრს, რაც არის მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი. ამ მხრივ განსაკუთრებით ვითარდება სასტუმროები, რომელიც ძაღლებს მრავალფეროვან სერვისებს ახვედრებს, თუმცა ეს ჯერ არ არის ყველაფერი, წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ გაფართოების, განვითარების და ყველაფერზე ამას მის დამფუძნებელთან ხათუნა მელიქიშვილთან ერთად მოგიყვებით, რომელიც გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ხათუნა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან და წინა სტუმრობიდან არც თუ ისე დიდი დროა გასული, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მოახერხეთ და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გააერთიანეთ თქვენს ანგარიშზე, რომელსაც ეტაპობრივად ჩვენი საუბრის კვალ-დაკვალ გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს, მაგრამ მინდა რომ პირველი დავიწყოთ წლის შეჯამებით, როგორი იყო გასული წელი თქვენთვის, რა შედეგები დაიდო სასტუმროს ანგარიშზე მომართვიანობის მოთხოვნიდან გამომდინარე და იგივე სერვისების ნაირსახეობის თვალსაზრისით. მოგესალმებით. დაგვემატა, რასაც ყველაზე ძალიან ითხოვდნენ, წაყვანა მოყვანის სერვისი, ტრანსპორტირება, რამაც ძალიან დიდი დისკომფორტი მოგვიხსნა ჩვენც და პატრონსაც ძაღლის. მოთხოვნა, რა თქმა უნდა, გაიზარდა, ნდობა ძალიან დიდია, რადგან ჩემი სასტუმრო არის საოჯახო ტიპის სასტუმრო და გავამართლე, როგორც ჩანს, მათი მოლოდინები. საერთო ჯამში ეს ერთი წელი, დაახლოებით ერთი წელი იყო ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო, ბევრი კმაყოფილი სტუმრით და მათი პატრონით. რამდენად გაიზარდა მაჩვენებელი ცხოველების, თუნდაც პროცენტული მაჩვენებელი, რომ გავზომოთ დაახლოებით და ძირითადად ვისგან არის მომართვიანობა, ეს არის ვთქვათ რაღაცა კონკრეტული ჯიშები არის გამოკვეთილი, უფრო მცირე ზომის ძაღლები თუ მათ შორის ამ თვალსაზრისითაც არ გაქვთ შეზღუდვა. მე მაქვს შეზღუდვა, რადგან საოჯახო ტიპის სასტუმრო ოჯახში ვიტოვებ და პატარა ჯიშის სასტუმროს ნიშნავს, რომ 10-15 კილომდე ძაღლს ვიტოვებ. მომართვა არის მარგ ჯიშებზე, მიუსაფარ ძაღლებსაც ვიტოვებ. აუცილებლად მათთვის არის გარკვეული შეღავათები, რა თქმა უნდა. და სამომავლოდ უკვე გავზრდით, მარტო პატარა ჯიში არ იქნება უკვე მოზრდილებიც, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა, იმიტომ რომ რამ გამოკვეთა ეს მოთხოვნა, დაახლოებით როგორ გაიზარდა და შესაბამისად, ასე ვთქვათ, რა საჭიროებები დაუდგათ ცხოველების პატრონებს, რომ თქვენთან მოდიან უკვე. ზრუნვა, რაც აუცილებლად პასუხისგებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მე ძაღლს ვუყურებ 24 საათის განმავლობაში და ეს ჩანს. ეს განმასხვავებს სხვებისგანაც, ძაღლს აუცილებლად ორი ძაღლი, მაგალითად თუ დავიტოვე ჩემთან, ორი ძაღლი დარჩება ჩემ შვილთან და ჩვენ ყოველთვის ვუყურებთ ამ ყველაფერს და ეს მოსწონთ. იმიტომ რომ ძაღლი, როდესაც არის პატრონთან მიჩვეული კომუნიკაციას, აუცილებელი მოთხოვნა არის, რომ ჩემთანაც იყვნენ პირად ურთიერთობაში და ეს მოსწონთ და მოთხოვნა მოდის მაგედან. უნდათ ეს სერვისი, რომ ძაღლი არ იყოს მაგათად ვოილერში და იყოს აუცილებლად ჩემთან ერთად პირდაპირ კომუნიკაცია. ოჯახურ ატმოსფეროში, ხა? ოჯახურ გარემოში. რა აღწევს ხანგრძლივობა დატოვების და ფასებიც როგორ განისაზღვრება ამ ეტაპისთვის? ხანგრძლივობა განუსაზღვრელია, რამდენი ხნითაც პატრონს სჭირდება, იმდენი ხნით ვიტოვებ, ფასები არ შეცვლილა ბოლო პერიოდში, რაც იყო, ისე ვის დავტოვეთ, 35 ლარია ერთი დღის გადასახადი და არ შეიცვლება ძალიან დიდი ხანი ეს ტარიფი, რაც ხელმისაწვდომი არის, როდესაც არ გაგეზარდათ ხარჯები? თუნდაც იგივე საკვების ნაწილში, მოვლის პროდუქტების თვალსაზრისით. საკვების ნაწილი არის პატრონისგან, პატრონს მოაქვს, რაზეც მიჩვეული არის ძაღლი. ხარჯი არ გამეზარდა, ანუ ხარჯი არის ხოლმე საწოლების, ახალი ჭურჭლის, ახალი საწოლების შესყიდვა და მაგას ყველაფერს უკვე ჩემ თავზე ვიღებ და არ ეხება ეს ჩემს მომხმარებას. აი, გამოდალი გადმოსახედიდან მთელ ამ პროცესს რომ შევხედოთ, რამდენად შედგა ები როგორც
როგორც ბიზნესი. შემოსავლიანობის ზრდის მაჩვენებლით, მოგების მარჯვის გათვალისწინებით და ასე შემდეგ. შედგა როგორც ბიზნესი, გაამართლა ამ ყველაფერმა. ჩემი მიზანიც ეს იყო, რომ დავამტკიცო, რომ მე შემიძლია მოვიპოვო მათი ნდობა და ანუ სამკუთხედია ძაღლი, პატრონი და მე და ჩვენ ეს ყველაფერი ყველამ ერთად შევძელით, რა თქმა უნდა, გამოგვივიდა. ტრიუმვირატი შედგა ესე კი. და გაქვთ ძალიან საინტერესო გეგმები, რომელსაც განახორციელებთ როდის და რა გეგმებია ესეც ვისაუბროთ გაფართოების თვალსაზრისით. აუცილებელი გახდა გაფართოვება, იმიტომ რომ მოთხოვნა ძალიან დიდია. ჩემ შემთხვევაში ვისაუბრებ 5000 კვადრატულზე ვიგეგმებით გავფართოვდეთ უკვე დიდ ჯიშსაც მივიღებთ ფრინველებსაც, თევზებსაც, იმიტომ რომ მაგალითად თევზები ვისაც ყავს და გადიან ქალაქგარეთ ან ქვეყნიდან აუცილებელი ხდება დაუტოვონ ვინმეს. ასევე თუთიყუშიც. ამიტომაც მრავალფუნქციურ პროექტს ვაპირებთ, რაც მოიცავს ძალიან დიდ შრომას და გეგმას 5000 კვადრატული საწყის ეტაპზე იქნება ეს რაც ჩამოვთვალე. გარეუბანში იქნება, თბილისში იქნება, ოღონდ გარეუბანში იქნება. დაწყებული გვაქვს სპონსორთან ერთად ამაზე მუშაობა და ანუ ინვესტორი მოიძიეთ, რომელთან ერთადაც ანუ თანამონაწილეობა, ვთქვათ, იგივე თანხაზე რაზეც ვისაუბრებთ, თუნდაც საწყისე ინვესტიცია ესეც საინტერესო არის. თქვენი თუ სრულად ხართ, ასე ვთქვათ, ამ მხრივ ინვესტორზე დამოკიდებული? ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა, გაეცნო ამ ყველაფერს დეტალურად. ქართველია? ქართველია. გამომიცხადა ნდობა და საწყის ეტაპზე ანუ 50-დან 70,000 ლარამდე იქნება საჭირო რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი სასტუმროს ისეთი ტიპი რომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ვოილერის. ამიტომაც ისეთი ტიპის სასტუმროს რასაც უგეგმავ სჭირდება ეს თანხები და სპონსორი ამ ყველაფერს თავის თავზე იღებს. ეს 70,000 ლარამდე იქნება მხოლოდ ინფრასტრუქტურისთვის, პირველადი ინფრასტრუქტურისთვის გამიზნული თანხა, ხო, რაც 5000 კვადრატულ მეტრს დაფარავს. ამ 5000 კვადრატულში შედის საცხოვრებელი, თუ იქნება ეზო, გარესივრცეც შედის მათ შორის. ეზოში, სადაც გაკეთდება, მაგალითად, ესე როგორ აგიხსნათ, აი ოთახები გაკეთდება, რომ მოთავსდეს აი 100 ძაღლი. 100 ძაღლზე გათვლილი იქნება და ამას შიდა სამუშაოები, რასაც მე ვაპირებ, ჯერჯერობით 100 ძაღლზე იქნება და იქნება ცალკე სივრცე, მაგალითად, ფისოებისთვის. იზოლირებული, რა თქმა უნდა, ძაღლებისგან ცალკე იქნება, ასევე იქნება ცალკე, რაც წეღანო თქვი, თუთიყუშების და თევზების ასე ნებისმიერი შინაური ცხოველის იქნება იზოლირებული, იქნება გადატრენინგებული თანამშრომლებით. ეს არის ძალიან საინტერესო. თქვენ აქამდე ოჯახურ პირობებში, თქვენი ძალისხმევით ახერხებდით აი იმ სერვისების მიწოდება უზრუნველყოფას, ახლა როდესაც ფართოვდებით რა ადამიანური რა ოდენობის ადამიანური რესურსის მობილიზება არის საჭირო და რა მიმართულებით დაასაქმებთ მათ? კი ბატონო, საწყის ეტაპზე ვფიქრობ, რომ 10 ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ მეყოლება ვეტ მიმართულებით, ცოდნა რომ კონდეთ გარკვეულწილად უყვარდეთ და იცოდნენ მათი ხასიათები, თუმცა არ არის აუცილებელი ეგ, მე თვითონ ვასწავლი და პლუს მაგას მოწვეული მეყოლება ვეტექიმი, რომელიც გვასწავლის პირველად დახმარებას, მაგას გავივლით. პირველადი დახმარების კურსი იქნება აუცილებელი და ფაქტობრივად თქვენვე გადაამზადებთ თვითონაც ვიქნები გამომშობაში, რაც იცით რომ გჭირდებათ. მე თვითონაც აბსოლუტურად იქ ვიქნები, იმ მეყოლება მოწვეული წვრთნის სპეციალისტი, რაც ძალიან მოთხოვნადი არის ქცევის კორექცია ძაღლებში, ძალიან საჭირო სერვისია. გვეყოლება გრუმერებიც, გვეყოლება
ვეტ მაღაზიასაც ვაპირებთ სამომავლოდ, იმიტომ რომ ვინც ჩვენთან მოვა, გვინდა რომ ყველა სერვისი ისე შევთავაზოთ, რომ არ წავიდეს სხვაგან. ერთ სივრცეში, ესე იგი, აღარ იქნება მარტო სასტუმრო, ეს იქნება რაღაცა მულტიფუნქციური სივრცის სტატუსაც იძენს, ხო, ამასობაში? კი, ბატონო, გართობაც შეუძლიათ ძაღლის დაბადების დღეს ჩვენთან გადაიხადონ, ამიტომაც ძალიან ბევრ ამეს ერთ სივრცეში გავაკეთებთ. კი ბატონო, ეს იქნება როგორც ცხოველების, აი დასაქმებულებზე, რაზეც ვისაუბრეთ, ასევე ფრინველების მიმართულებით სპეციალისტები, ასე ვთქვათ, მაგას ცალკე სპეციალისტი ყავს, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ჩვენ გადავამზადებთ ვისაც არ აქვს შესაბამისი ცოდნა და ყველა ანუ გრუმერის ვაკანსია როცა იქნება, ჩვენ მოვიწევთ ყველაზე გამოცდილს და ყველაზე მოსიყვარულე გრუმერს, ასევე ვეტექიმსაც აუცილებლად ყველაზე სანდოს მოვიძიებთ. ეს ყველაფერი უკვე ნაფიქრი არის და უბრალოდ უნდა შევაგროვო ყველანი. როდის დასრულდება ეს პროცესი დაახლოებით რა ვადებს უყურებს და რა ეტაპად აპირებთ ამ ყველაფრის განხორციელებას, მათ შორის ფინანსების მოძიების ნაწილში? საინტერესო არის ეს დროის განსაზღვრა. ერთი წელი, ჩემი აზრით, ერთ წელიწადში უკვე შეგვეძლება რომ ვიზეიმოდ გახსნა და მივიღოთ პირველი სტუმრები. ერთი წელს ვფიქრობ. დაახლოებით 2026 წლის გაზაფხულისთვის უნდა ველოდოთ უკვე გახსნილ სივრცეს თქვენთან. პირველივე ეტაპზე ამოქმედდება ყველა ეს სერვისი თუ ჯერ სასტუმრო გაიხსნება და შემდეგ დაემატება აი ეს სხვადასხვა მიმართულებები? პირველ ეტაპზე მხოლოდ სასტუმროთი დავიწყებთ და ეტაპობრივად შემოვამატებთ დანარჩენ სერვისებს თანმიმდევრულად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომა ჭირდება და არ მინდა ავჩქარდეთ. ერთბაშად ყველაფერს ვერ გავაკეთებთ. ჯერ იქნება სასტუმრო, მერე იქნება წვრთნა და ასე ეტაპობრივად ყველა სერვისი. აღნიშნეთ თქვენ, რომ ძაღლებზე გამოიკვეთა ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ პატრონებს უჩნდებათ სურვილი არსებობდეს სივრცე, სადაც მათ დატოვებენ დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამის პარალელურად თუ მოიკვლიეთ ბაზარი, რა ხდება ფრინველების მიმართულებით და ასე შემდეგ. აი ამ მიმართულებით თუ გამოიკვეთა მოთხოვნა? დიახ, მოთხოვნა არის ფისოებზე განსაკუთრებით არის დიდი მოთხოვნა, მაგრამ რადგან ოჯახში ვიტოვებ ძაღლებს, ფიზიკურად იყო შეუძლებელი ფისოების დატოვებაც, ამიტომაც მოთხოვნა არის მირეკავენ და მეუბნებიან და ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთო ეგ ყველაფერი, რადგან ვერ ტოვებენ. ფისოებს ვერ ტოვებენ, ვერც უთიყუშებს ტოვებენ. შესაბამისად, მოთხოვნა არის შეტყობინებების სახითაც და ზარების სახითაც. უამრავი ზაფხული რო იწყება, უამრავი ზარი შემოდის და არ იციან სად დატოვონ. შესაბამისად, ძალიან აუცილებელია. რა არის ეს მთავარი გამოწვევები, რომელსაც აი ამ პროცესში აწყდებით და რაც თანსდევს ზოგადად ამ ტიპის ბიზნესის კეთებას? ისევ ნდობა, აი გამოწვევა არის ის, რომ გინდა რომ გააკეთო კარგი, იყო პირველი და ამისთვის მჭირდება ის, რომ ვანახო მომხმარებას და დავარწმუნო, რომ ეს სერვისი არის სანდო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ არა ახალი სერვისია და ნდობა ნაკლები აქვს. ამიტომაც მე დიდი ძალა მჭირდება იმისთვის, რომ პატრონი დავარწმუნო, რომ როგორც თქვენთან არის ძაღლი, ისე იქნება კარგად ჩემთან. ეს არის ყველაზე რთული ეტაპი ჩვენ საქმიანობაში, როცა მიწევს მაგის მტკიცება, რომ ძაღლების სასტუმრო არ ნიშნავს ცუდს. პირიქით, სანდო შემფარებელი არის ძალიან კარგი თქვენთვისაც და ძაღლისთვისაც. დინამიკაში რა იკვეთება ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, რამდენად დაიწყო წვრები ამ მიმართულებით, რამდენად არის თუნდაც დადებითი შედეგები საფრთხე? ძალიან მოიმატა, ხალხმა ისწავლა ძაღლის სიყვარული უფრო მეტად ვიდრე აქამდე. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი რომ ყავდეს ძაღლი, არ ვიცი ეს რამ განაპირობა, უბრალოდ დამეგობრდა ადამიანი და ძაღლი და ძალიან მიხარია მათ დამოკიდებულებას რომ ხედავ, ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ აუცილებელია თითქოს რომ ყავდეს ძაღლი. იმდენად კარგია ყველანაირი
განწყობა მოაქვს კარგი და გამშვიდებს. ნამდვილად და ამაში წვლილი მიგიზღვით თქვენს, რომელიც ხელს უწყობთ, რომ ეს პროცესი უფრო და უფრო წინ წავიდეს და დადებითი შედეგებიც იყოს სახეზე. ძალიან დიდი მადლობა ხათუნა, წარმატება თქვენ გეგმების დათქმულვადაში განხორციელება, რაც აკურვალი მე მოვიკითხავთ ჩვენს აუცილებლად და ვნახავთ, ასე ვთქვათ, აი ამ ინოვაციურ პროექტს, რომელსაც თქვენ უდგახართ, სათავეში ღირებულებად არჩება უცვლელი, ხო? უცვლელი დარჩება. როგორც უკვე აღნიშნეთ. ძალიან დიდი მადლობა. ხათუნა მელიქიშვილი, ძაღლების სასტუმროების დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.